ეგრეთ წოდებულ საზღვრის პირას სოფელ დიჩში იმყოფებოდნენ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის წარმომადგენლები და გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი. ცენტრმა იტალიის საელჩოსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დახმარებით იცის მრავალსულიან შეჭირებულ ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო ნებართი მოუმზადა. ცენტრი აფხაზეთი რეგიონში 3 წელია პროექტებს ახორციელებს, მათ შორის არის შემოსავლის მომტანი წყაროების პროექტები, მცირე ბიზნესის დაფინანსება, განათლება, სათემო ცენტრის შექმნა და სხვა. მოვიარეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარები, რომელთა ბაზა ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია. ეს არის რამოდენიმე კრიტერიუმის წარმომადგენელი ადამიანები, ერთად არიან მარტოხელამოხუცები, არიან ობოლი ბავშვები, არიან მრავალშვილიანი ოჯახები. ყველას მათ აქვს განსაკუთრებული საჭირო, შეზღუდული აქვთ მათ სასიცოცხლო წყაროები და სჭირდებათ მათ დახმარება. პრობლემური ბავშვი ყავს ექიმებთან სამყოფოსა დამოკიდებულებაში გაჭირება, იმიტომ რომ არის პოლისი აქვს ბავშვს, მაგრამ ისეთი რამეები არ შედის იმ პოლისში, რომელიც უფრო საჭიროა ყოველთვის.